გადმოიცემა თუ არა მოსკოვში დაცული საბჭოთა პერიოდში გადაღებული ქართული ფილმების ორიგინალები ქართულ მხარეს. ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. თეონა ცხომელიძე გაგვასწრებს დეტალებს. თეონა, რა გახდა ამ თემასთან დაკავშირებით ცნობილი? ცნობილი გახდა, რომ ქართული ფილმები, რომლის გადაღებაც მოხდა 1914-დან 1990 წლამდე, ყველა საქართველოს გადმოეცემა ამ საქმესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მოხდა და მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის ხელმძღვანელმა, როგორც დღეს აქ ითქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობდა უახლოესი 20 წლის განმავლობაში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ახლა არის მიღებული და მას შემდეგ რაც რუსული მხარე სულ ინფორმაციას გადმოსცემს საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში დაცულ როგორც მხატვრულ ასევე დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით უკვე დაიწყება ეტაპობრივად ამფირების ქართული მხარისათვის გადმოცემა. საუბარია სულ დაახლოებით 800 ფილმზე. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ფილმოფონდმა მიაღწია შეთანხმებას მოსკოვში ფილმოფონდში დაცული ქართული საქართველოს კინომასალების მომზადება და საქართველოს მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით. დღეს დასრულდა ეპოპეა, რომელიც 20 წელზე მეტია. გრძელდება, ამიტომ ამბობ, რომ ნამდვილად ისტორიული დღე არის დღეს. კულტფილი მოკითხვა მინდა გადმოგცეთ რუსი ხალხის სახელით. პირველად ვარ თბილისში და რაც აქ ვნახე, თქვენი ასეთი სტუმართმოყვარეობა ძალიან შთამბეჭდავია. რუსეთის გოსტ კინოფონდი მსოფლიოში უმდიდრესი სინემათეკაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა ფილმს ინახავს. ჩვენ არ ვასხოვებთ, რომელი ქვეყნის პროდუქციაა და ჩვენი მემკვიდრეობა თქვენი მემკვიდრეობაც არის. რაც ქართულმა ოსტატებმა გააკეთეს, ეს შეუფასებელია. როგორც დღეს გაიგო, თავდაპირველად ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში. დღევანდელ ხელისმოწერის ცერემონიას სწორედ ზურაბ აბაშიძეს ესწრებოდა და მან განაცხადა, რომ თავდაპირველად არსებობდა პოლიტიკური ბარიერები, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საქართველოს გადმოეცემა ქართული ფილმები. დღეს ხელისმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე ქართული კინოს წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამფირები საქართველოში დაბრუნება, ვინაიდან ერთის მხრივ მოხდება დაზიანებული ფილმების აღდგენა, მეორეს მხრივ კი უკვე ამ ფილმებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. დღეს იქნება სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია ქართული კინო დედნები, ქართული კინოსი დაბრუნდეს საქართველოში, გააკეთდეს თანამედროვე ასლები უკვე, თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებული, ციფრული და სხვადასხვა ასეთი და ქართულმა ფილმებმა მიიღონ დაიკავონ ადგილი ქართული კულტურისთვის ბრძოლაში. ჩვენი შექმნილი, რაც შექმნა კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანამ, დღეს ეს ჩვენ ამ შეთანხმებით ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქართველოს დაუბრუნდება. რასაკვირველია, ეს ყველა თვალსაზრისით არის საინტერესო, არა მარტო კულტურული თვალსაზრისით, არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, ახალი ქართული კინო რეალურად ისედაც დგას წარსულზე, იმ ბაზაზე და მეორე ეს არის უზარმაზარი კომერციული შესაძლებლობა, როცა უკვე ქვეყანას შეუძლია ეს ამ ხრივაც გამოიყენოს. იყო გარკვეული რაღაც პოლიტიკური შეფერხებები, ბარიერები, აი იმ დიალოგის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან, ეს მოგვარდა და ეხლა უკვე აი ასეთ კონკრეტულ წრეშია გადასული ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად აი ესეთი ძალიან სერიოზული საქმე კეთდება. როგორც უკვე მოისმინეთ, ყველა ქართული ფილმი, რომელიც დაცული არის რუსეთის სახელმწიფო კინოფონდში, გადმოეცემა საქართველოს ეტაპობრივად, როგორც დღეს კულტურის სამინისტროში თქვა, ამ პროცესს დასჭირდება დაახლოებით 5 წელი და ფინანსურ მხარეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს. მადლობთ თეონა, ეს თეონა ცხომელიძე იყო.